მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ასეთი კითხვა დავუსვათ ტაროს. უნდა იყოთ თუ არა თქვენ ერთად. გკითხოთ სამყაროს, მაღალ ძალებს, ხო? ნახოთ, იმიტომ რომ ახლა ძალიან ბევრი იყო ჩემთან ახლა მოწერილი, რაც რომ აი ჩაგვიწერეთ რა დაბრუნდება, არ დაბრუნდება, რაღაცა ესეთი თემებში არის. გოგოები არიან, რა ვიცი, ელოდებიან ახლა მე მგონი დაბნელების დერეფანი დამთავრდა უკვე. ნუ ნახოთ როგორ გამოვლენ თქვენი პარტნიორები ამ დაბნელების დერეფნიდან, ხო? ვისთან იქნება გაგრძელება ისტორიის, შეიძლება არც იყოს. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენ შორის, რომ იცოდეთ რომ ეს არის თქვენი გაშლა. ნახოთ ახლა. და ეს რატო გადამიტრიალდა? აქ შემიძლია გითხრათ, ნახეთ, ახლა მიდის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები თქვენ წყვილში, აი ძალიან მნიშვნელოვანი, მიდის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. აქ არის სიტუაცია ორი ძლიერი ადამიანის შორის ხდება. შეიძლება ძალიან ჯგუფები ხართ, ერთმანეთს არ უთმობთ, მაგრამ აქ საერთოდ მიდის ნელი ტრანსფორმაცია. და შემიძლია გითხრათ, რომ აქ ჩვენ ახლა მე მაღალი ძალები ვახსენდა, უკვე პასუხობენ, რომ თითქოს რაღაცა ახალი ეტაპისთვის გამზადებენ თქვენ. იმიტომ რომ თქვენ პაუზა არის, პაუზა ხანძლივია, მაგრამ აქ იმისთვის იძლევა ეს პაუზა, რომ თქვენ უნდა დაფიქრდით. როგორი მომენტი არის, იცით, ახლა კიდე რა ხდება? კი. აქ არის ნახეთ როგორი სიტუაცია, გეტყვით. უკვე ანუ თქვენ გადახართ ტრანსფორმაციას ახლა და პრინციპში მე შემიძლია გითხრათ რაღაცა ისეთი ეტაპი, რომელიც იყო ძალიან მტკივნეული თქვენთვის, უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს. აქ თითქოს როგორ არის, იცით? აი ვისაც გქონდათ აქ ძალიან ხანძლივი პაუზა უფრო თქვენთვის იქნება. იმთან როგორ არის, იცით? აი თითქოს ну პენტაკლების დედოფალი არის აქ ჩემულამაზებო, რომელიც ელოდება თავის დაგვიანებულ პარტნიორს, რომელიც ეთყობა, რა ვიცი, არც არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ნუ გეუბნებით, აქ მიდის ძალიან მაგარი კარმული პროცესები, რომელიც ეხება უშუალოდ თქვენს იმპერატორს. თქვენს იმპერატორს, იმიტომ რომ ასე ვეთყოდი, რომ აქ თქვენი იმპერატორი გადის რაღაც ძალიან ძლიერ ტრანსფორმაციებს. ნუ წყვილშიც პრინციპში რა მიდის ტრანსფორმაცია, ამიტომ ნუ ეხლა ვნახოთ, მოდით ჩვენ ახლა ძალიან უბრალოდ ამ თემებზე ახლა სულ საუბრობ ხოლმე YouTube-ზე, იქ ისეთი უკვე მიჩვეულები არიან ჩემი გოგოები და ბიჭები ასეთ საუბრებს, მაგრამ ნუ აქ მოკლედ ჩაგახედეთ, რომ აქ არის ესეთი სიტუაცია, სადაც მიდის ახლა გოგო ელოდება, შეიძლება დაჟე შემიძლია გითხრათ, იყო რა. ნახეთ, მე აქ არ გამოვრიცხავ, რომ მიდის როგორ შეიძლება თქვენ ორივენი ერთმანეთს დაჟე თქვათ უთვალთვალებთ. შეიძლება დაჟე გოგომ რამე ნიშანიც მიიღო ბიჭისგან, ნახეთ რა ხდება, არ გამიკვირდება, თან ეს მოგივიდეთ ეს ნიშანი დიდი ხნის პაუზის მე, როცა აი თქვათ ადამიანი არაფერს არ აკეთებდა, кайხანი არანაირად აბსოლუტურად თქვენ ინფორმაცია მაგაზე არ ქონდათ და აქ რაღაცა ნიშანი მიიღო თქვენ, ან შეიძლება დაუშვოთ თქვენი მეგობრები გითხრეს, რომ თქვათ თუ საერთოდ წრეყავთ, რომ აი დაუშვოთ შენზე თქვათ კითხა. დაუშვოთ, ხო, როგორ არის თქო. აი ეგეთი რამეც იქნება, ხო? და აი ეს იყო რაღაც ნაბიჯი, კი, პატარა რაღაც უმნიშვნელო შეიძლება იყო. ნუ მოდით ვკითხოთ ახლა საერთოდ ახლა ამაზე ხუთაშორის ამ თემაზე გრძელი გაშლა მაგ შეწერილი YouTube-ზე. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ, ესე იგი მაღალი ძალებს, ახლა როგორ უნდა, რომ თქვენ ახლა იყოთ ერთად თუ იქნება თქვენი შერიგება, უნდათ მაღალ ძალებს შერიგება. იცით როგორი პასუხს მაძლევენ ესეც, რომ პრინციპში
აქ მართლა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია უკვე განიცადეთ და შემიძლია გითხრათ, რომ უკვე გამოდიხართ. იმიტომ რომ აქ თითქოს ცოტას კიდე თქვენ ახლა გაშორებენ, ცოტას კიდე რაღაცას თითქოს დროს გაძლევენ, იცით? მაგრამ რატომღაც აქ მაჩვენებენ, რომ ნახეთ ახლა აქ მაჩვენებენ ისეთ რაღაცას, რომ და ეს ვინ გოგო არის ასეთ დღეში თუ ბიჭი, გოგოც არის და არ გეუბნებიან. რა არის იცით ახლა აქ საერთოდ ინფორმაცია დახურული, აი არ მაჩვენებენ, მაგრამ ნახეთ უკვე გამოსვლა იქნება მტკივნეული პროცესებიდან იქნება, იმიტომ რომ აქ მართლა შემიძლია თქვა, რომ ძალიან დიდ განცდებში იყავით. შეიძლება ორივე მხარეც კი. მაგრამ მოდით იცით უცბად მაშინ ვკითხოთ ახლა ჩვენ საერთოდ თქვენთვის ეს შერიგება დაუშვოთ, აგვეუბნებიან რომ კი იქნება, ხო? კი. აქ საუბარი აუცილებლად შედგება აუცილებლად ან სულ მალე აი გაგიხსნებათ გზები, კი. ანუ აქ იყო რაღაცა დახურული, იყო გზები რა, ანუ არანაირად თითქოს აი თქვენ არ გიშვებდეთ ერთმანეთთან რა. მაგრამ ეს გზა გაიხსნება, აქ თქვენ შეიძლება სრულიად მოულოდნელად მიიღებთ რამე წერილს. და ეს წერილი თქვენ გამოგიყვანთ ძალიან ესეთი სიტუაციიდან, როცა აი განცდებიდან, მოდით ასე რომ თქვა, რა რაღაცა განცდები, აი ძალიან უცბად მოულოდნელად, საერთოდ აი თქვენ როცა უკვე აი იტყვით რომ всё მორჩა აღარაფერი არ იქნება, შეიძლება ზოგმა უკვე გადალახა კიდევაც ეს ტკივილი, მაგრამ აქ არის უფრო უცბად გამოგიყვანთ და თქვენ რას მოგიტანთ, დაუშვით ეს მომენტი, რას მოგიტანთ და მომისმენთ, აქ უეჭველი გეწყებათ ახალი ეტაპი, იმიტომ რომ აქ აი როგორ არის, იცით რომ ზოგი ამბობს ხოლმე ტაროლოგი, ანუ შავი ღამის მერე მზის ამოსვლა თუ რაღაცა არის რა. ნუ მე გეტყვით ისეთ რამეს, რომ თქვენ აქ საშინელი დიდი ტკივნეული გაიარე ტრანსფორმაცია, ძალიან ტკივნეული, მაგრამ ეს ტრანსფორმაცია დამთავრდება და აი აქ ნახეთ რა ხდება, ისე მიყვარს ეს არკანი საერთოდ, როცა სულს ხედავს. შეიძლება ფიქრობდეთ თქვენ რომ უკვე დასრულდა, აღარაფერი აღარ იქნება, უკვე აღარაფერი აღარ შემოვა ჩემ ცხოვრებაში, აქ არის როგორ იცით, თქვენ დაამთავრებთ ამ ნერვიულობას და ნამდვილად თქვენ ცხოვრებაში შემოდის ახალი ეტაპი, ახალი იცით როგორი შემოვა აქ ენერგია, აი თქვენ შეიძლება ზოგი კინადროლობდა, მაგრამ ზოგს ვერ წარმოუდგენია როგორი კაი ეტაპი იქნება, აი რაღაც სირთულეები, ტყვილები, ეს ყველაფერი მიდის თქვენი ურთიერთობიდან. აი რაღაც შეიძლება ერთმანეთს ვერ ეუბნებოდეთ, აქ დაჟე არ გამიკვირდება, შეიძლება ვერ ეუბნებოდით ისეთ მომენტებზე, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან თქვათ, ну და ის სირთულეებზე, ხო? ანუ არ იყავეთ ერთმანეთთან გახსნილები და აი ესეც კი გაიხსნება. შეიძლება ну საუბარი იქნება, კი. სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, ну თქვენი პარტნიორი ახლა მართლა ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ მაგას ძალიან ეშინია, რომ შეიძლება მე ეს უკვე ურთიერთობა დავკარგე. რატო არ მოქმედებ? რატო არ მოქმედებს? პასუხობს, რომ მე კი მიყვარს, მე კი მაგრძნო, მაგრამ მე არ ვიცი სად მიმიყვანს, მე ჩემი ქმედება. სად მიმიყვანს? იმიტომ რომ ამას იცით როგორ არის სიტუაცია?
ამ ადამიანს უნდა თქვენთან გამოსვლა, ამას საერთოდ ახლა კავშირზე გამოსვლა უნდა, იმიტომ რომ აქ ადამიანს აქ მართლა დიდი სიყვარული, უნდა თქვენთან ერთად ცხოვრება, ცხოვრების გაგრძელება, იმიტომ რომ თქვენთან გატარებული დრო იყო მისთვის ძალიან კომფორტული, სადაც იყო სიხარული, სადაც იყო სითბო, სადაც იყო ბედნიერება, სადაც იყო სიუხვე, სადაც ყველაფერი იყო. და რა თქმა უნდა მაგას აქ დაბრუნება, მაგრამ რატო არ ბრუნდები? ხო, ეს ყველაფერი ენატრება. იცით რატო არ ბრუნდა? მე არ ვიცი. მე არ ვიცი ამ ჩემს საყვარელ ქალს ერყეობს რა. თუ უნდა თუ ვჭირდები მე საერთოდ, იმიტომ დიდი პაუზა იყო. ვკითხოთ ახლა ჩვენ მაშინ. სჭირდებით თქვენ ბიჭებო, თქვენ გოგოს? აქ როგორი სიტუაცია არის, იცით? თუ შენ იმ ტრანსფორმაციაში როცა იყავი, მართლა ეს გაკვეთილები, რომელიც უნდა გაგევლო, გაიარე, თუ შენ მიხვდი ყველაფერს აბსოლუტურად, რაც ყველას თქვენ, ახლა თქვენი რაღაც სიტუაციები იყო, ნაშენ კი ძალიანაც გაუხარდება და ნახეთ რამხელა სიყვარული მოდის თქვენთან, მაგრამ აქ არ არის ისე, რომ თქვენ დაუშვით ახლა განახლებულს გელოდება თქვენი გოგო. მე გესურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.